მოგესალმებით, ჩემი პირველი ვიდეო ლექციის თემა არის მედიაცია. ეს ლექცია ერთგვარ შესავალს წარმოადგენს, ვინაიდან შევეცდები მოკლედ გაგაცნოთ, რა არის მედიაცია ზოგადად, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მედიაციის პროცესს და ვინ შეიძლება იყოს მედიატორი. შემდეგ ლექციებში კი მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად სასამართლო, სანოტარო, სისხლის სამართლის მედიაციაზე ქართულ სინამდვილეში. მედიაციის განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ცნება როგორც ასეთი არ არსებობს და სწორედ ამიტომ უმრავლესი ქვეყნების კანონმდებლობა მხოლოდ მისი ნიშნებისა და მისთვის დამახასიათებელი პრინციპების ჩამოთვლით შემოიფარგლება. მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც მიმდინარეობს მხარეების მიერ არჩეული მედიატორის დახმარებით. ის არის მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. სტრუქტურირებული მოლაპარაკების პროცესია, რომელიც პროფესიონალი მედიატორის მონაწილეობით მიმდინარეობს. მედიაცია დავების გადაწყვეტის სფეროში ორგანიზატორულ და მენეჯერულ საქმიანობას ნიშნავს. მედიატორების ინსტიტუტი ევროპაში და ამერიკაში უკვე კარგად განვითარებული ინსტიტუტია, თუმცა საქართველოში ახლახან დაიწყო ამ ინსტიტუტის ახლებურად ჩამოყალიბება. ახლებურად იმიტომ, რომ ალბათ ბევრს სმენია, საქართველოში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში კარგად იყო განვითარებული მედიატორების ინსტიტუტი და მათი ფუნქცია სწორედ მხარეთა მორიგება იყო. ისტორიულ სინამდვილეში მედიატორები მხარეებისათვის ავტორიტეტული პიროვნებები იყვნენ, რომელთაც საზოგადოებაში პატივს სცემდნენ და გარკვეული ბერკეტები გააჩნდათ. მაგალითად, მედიატორობას ხშირად ხევის ბერები ან ხევის უხუცესი წევრები ითვისებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში სამედიატორო სასამართლო კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენდა, რადგან მის შემადგენლობაში რამდენიმე პირი შეიძლება ყოფილიყო. მედიაცია ემყარება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა მხარეთა ნების ავტონომია, კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობა, მხარეთა თანასწორობა, ნეიტრალურობა. მხარეები თავისუფალი არიან როგორც ამ პროცესისათვის მიმართვაში, ასევე მედიატორის არჩევაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეთა ნების ავტონომია აბსოლუტურია არა მხოლოდ პროცესის, არამედ მისი შედეგის მიმართაც. თუმცა ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული მხარეების მიერ, რომ მათ ამ პრინციპის ბოროტად გამოყენების უფლება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ კი მხარე თანხმდება კონკრეტულ პირობებზე, ის საკუთარი ნებით იბოჭავს თავს და უნდა შეასრულოს კიდეც აღებული ვალდებულება. მხარეები უნდა ეცადნენ პროცესს მიუძგნენ კეთილსინდისიერად და ორიენტირებული იყვნენ ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია, მხარეები ვალდებული არიან პატივისცემ საკუთარ და მეორე მხარის ინტერესებს. ზოგადი პრინციპის თანახმად არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება მედიაციის პროცესში მეორე მხარის აღიარება ან წინადადება გამოიყენოს სასამართლოსა თუ არბიტრაჟში ამ მხარის საწინააღმდეგო არგუმენტად. ასევე მედიატორი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის ვალდებულება და არ გაამჟღავნოს მედიაციის პროცესში მისთვის ცნობილი ინფორმაცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მედიატორს შესაძლოა ევალებოდეს კიდეც ამ ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ან მაგალითად სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიატორი იყოს ნეიტრალური და ორივე მხარის ინტერესები თანაბრად გაითვალისწინოს. მისი ინტერესები, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მიმართული უნდა იყოს ორმხრივად სასარგებლო შედეგისაკენ. მედიაცია ხასიათდება თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული წყაროს დადებით მხარედ უპირველეს ყოვლისა უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ის შეთანხმებაზე ორიენტირებული პროცესია. მოდავე მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას მიუძღვნენ მოლაპარაკების მაგიდას, მესამე ნეიტრალური, ორივე მხარისთვის მისაღები პირის მონაწილეობით და ამ პირის დახმარებით მივიდნენ ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგამდე. გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს შედეგი, როდესაც მედიატორი არის კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე პირი, ხშირად მოსამართლეებს წარმოდგენა არ აქვს იმ სფეროს სპეციფიკაზე, რომელსაც დავა ეხება და შესაბამისად შესაძლოა არსებითი ხასიათის ნიუანსებზე ვერ გაამახვილონ ყურადღება ან არ მიიღონ მხედველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაშინ, როდესაც მხარეები შეთანხმებაზე არიან ორიენტირებულნი, მედიაციის პროცესის გამოყენებით მორიგების შესაძლებლობა გაცილებით უფრო მაღალია, განსხვავებით სასამართლოსაგან, სადაც მხარეები თავიდანვე მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვას, მათთვის მისაღები გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამყარებას ცდილობენ.
სასამართლო რიგ შემთხვევებში კონფლიქტის არათუ გადაჭრის, არამედ მისი გაღრმავების ხელშემწყობიც კი არის ხოლმე. პროცესის სისწრაფე მხარეებისათვის ძალიან საყურადღებო ელემენტია, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში. სასამართლო კი საკმაოდ ბიუროკრატიული მექანიზმია და პროცესი შესაძლოა წლების განმავლობაში გაჭიანურდეს. მედიაციის პროცესის მოქნილობა და სისწრაფე ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. სასამართლოსათვის მიმართვა მხარეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა აქვს, გამყარებული სათანადო სამართლებრივი დასაბუთებითა და მტკიცებულებებით, მედიაცია კი შესაძლოა მანამდეც იქნეს გამოყენებული, ვიდრე დავა წარმოიშვება. ანუ ის შეიძლება დავის პრევენციის ეფექტური საშუალებაც კი იყოს და მხარეთა შორის გარკვეული უთანხმოებით აღმოცენების პროცესშივე აღმოიფროს ეს გარკვეული პრობლემები. სამართლებრივი სახელმწიფოსათვის ეს პროცესი განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ამ გზით შეიძლება სახელმწიფომ თავი აარიდოს იმ დანახარჯებს, რაც სასამართლო პროცესის წარმოებასთან არის დაკავშირებული, ამასთან მედიაცია სასამართლოს გამტვირთვასაც უწყობს ხელს და ამ მხრივაც ეს შეიძლება ჩაითვალოს მის დადებით მხარეს. ამას ადასტურებს ბოლო დროის ტენდენცია, სახელმწიფო მივიდა ამ დასკვნამდე და ეს გამოიხატება იმაში, რომ თითქმის ყველა მსხვილი ადმინისტრაციული ორგანოსა თუ ბიზნეს კომპანიის სტრუქტურაში ჩვენ უკვე ვხედავთ მედიაციის სამსახურებს. მაგალითად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოქმედებს სამედიცინო მედიაციის სამსახური, შემოსავლების სამსახურთან არსებობს საგადასახადო მედიაციის სამსახური, სადაზღვევო მედიაციის სამსახური და ასე შემდეგ. სახელმწიფო ზრუნავს, რომ უთანხმოება მოქალაქესთან აღმოიფრას მორიგების გზით და არა სასამართლო დავის მეშვეობით. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ახდენს საკანონმდებლო რეგლამენტაციას სასამართლო მედიაციის, სანოტარო მედიაციის და სისხლის სამართლის მედიაციის თაობაზე და ამ საკანონმდებლო რეგლამენტაციას უკვე შემდეგ ლექციებზე გავეცნობით. დამეთანხმებით ალბათ, რომ საკითხის თავმხრივი ხედვა მასზე სრულ წარმოდგენას ვერ მოგცემს, მიუხედავად იმისა, რომ დოქტრინაში მედიაციის დადებით მხარეებზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე უარყოფითზე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მას რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს და განვიხილოთ ის უარყოფითი მხარეები, რაც პროცესისათვის არის დამახასიათებელი. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიაცია არის დავის გადაწყვეტის ყველაზე იაფი საშუალება. ზოგი ამას დადებით მხარედ მიიჩნევს, ზოგი კი სულაც არ ეთანხმება და ამბობს, რომ მედიაცია სულაც არ არის იაფი. როგორც მაგალითად, ამერიკის გამოცდილებაც მიუთითებს, მედიაცია მართლაც არ არის იაფი პროცედურა და რიგ შემთხვევებში ის სასამართლო წარმოებაზე ძვირით შეიძლება იყოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ როდესაც საუბარია ბიზნეს დავებზე, ბიზნესის სისწრაფესა და მოქნილობას მოითხოვს და ბიზნესისათვის რა უფრო მნიშვნელოვანია სისწრაფე თუ ის დანახარჯი, რაც მოკლე დროში შეიძლება იყოს გაღებული, ეს უკვე შეფასების საგანია. მედიაცია სწრაფ და სასარგებლო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ბიზნესისათვის კი როგორც თავად ბიზნესმენები ამბობენ, დრო არის ფული, შესაბამისად სისწრაფე უფრო მომგებიანია, ვიდრე გარკვეული მაღალი დანახარჯების გაღება მოკლე დროში სასარგებლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ. გარდა ამისა, მედიაციის უარყოფით მხარეს მიიჩნევენ მის არასავალდებულო ხასიათს, რაც გულისხმობს პროცესის დასრულებას დაახსრულება ფურცლის გარეშე. თუმცა მედიაციის პროცესის შედეგად მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება არის ჩვეულებრივი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებმა ნებაყოფლობით უნდა შეასრულონ. ეს არის ახალი ვალდებულება ორივე მხარისთვის და მისი დარღვევა მხარეს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმს. მხარეები არ არიან შეზღუდული ამ შეთანხმებისათვის გარკვეული სამართლებრივი გარანტიები გამოიყენონ, მაგალითად სანქციები მისი შეუსრულებლობისათვის, ის გასამწეხლო თუნდაც და ასე შემდეგ. ან პროცესი როგორც არ იმართება, ამაზე მნიშვნელოვანწილად ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, ვინ არის მედიატორი. ეს ის საკითხია, როდესაც მედიატორის პროფესიულ უნარჩვევებზე მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება მისი პიროვნული თვისებები აღმოჩნდეს.
მედიატორის პროფესიასთან მიმართებით დღემდე არაერთი დებულება არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაშიც. მაგალითად, გერმანიაში მედიატორობას ადვოკატის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად ცვლიან. ავსტრიაში თუ პროცესს უძღვება ადვოკატი, მაშინ ითვლება, რომ ის ახორციელებს იურიდიულ მომსახურეობას და მასზე ვრცელდება პროფესიული ვალდებულების განმსაზღვრელი ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ადვოკატების მიმართ გამოიყენება. არსებობს მოსაზრება, რომ არ არის აუცილებელი იმპერატიულად განისაზღვროს მედიატორის პროფესია. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მედიაციის საკმაოდ სოლიდური კვლევების ინიციატორები, ავტორები, განმახორციელებლები და ზოგჯერ საუკეთესო მედიატორებიც კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. შეიძლება იყვნენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, მენეჯმენტის სპეციალისტები და მათ შორის იურისტები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ხშირად წარმოდგენილნი არიან სწორედ ადვოკატებით და მათი მართვაც და მოლაპარაკებაზე მათი კონცენტრირება სამართლის სფეროში კარგად გამოცდილ და გათვით ცნობიერებულ მედიატორს უფრო გაუადვილდება, ვიდრე დაუშვათ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. უფრო ხშირად მედიაციის პროცესი სამართალთან უფრო მჭიდრო კავშირს პოულობს და დოქტრინაშიც მას უფრო სამართლის და ადვოკატების საქმიანობად განიხილავენ. საქართველოს მაგალითზე მედიატორის პროფესიას ნოტარიუსები ახორციელებენ და საკმაოდ წარმატებითაც, როგორც ცნობილია. თუმცა მედიაცია ზოგადად კომპლექსური მოვლენაა, რომელიც მხოლოდ სამართლის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. კონკრეტული დავითის შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს მედიატორის არჩევა იმ სფეროდან, რომელსაც დავა განეკუთვნება. მედიატორი უნდა იყოს მხარეთან ნდობით აღჭურვილი პირი და ეს ნდობა და ავტორიტეტი შეიძლება გამომდინარეობდეს სწორედ მისი კონკრეტულ სფეროში არსებული ცოდნიდან და გამოცდილებიდან. მედიატორის პროფესიის იმპერატიულად განსაზღვრამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ზოგადად პროცესის მიმართ სანձაობაზე და დაარღვევოს ის პრინციპები, რასაც მედიაციის პროცესი ემყარება. მედიატორს უნდა გააჩნდეს მოსმენის უნარი, რათა სწორედ მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება მხარეთა საუბრიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მედიატორი იყოს კომუნიკაბელური და ადვილად შეეძლოს ორივე მხარესთან თანაბრად კომუნიკაციის დამყარება. მედიატორი აღჭურვილი უნდა იყოს მოლაპარაკების წარმოების უნარით. ეს უნარი შეიძლება ადამიანს პიროვნულად ახასიათებდეს და ეს ძალიანაც კარგია, თუმცა თუ ეს უნარი არ ახასიათებს, თანამედროვე სწავლებების და ტრენინგების მეშვეობით მისი გამომუშავება არც თუ ისე ძნელია, ყოველ შემთხვევაში შეუძლებელი არ არის. მედიატორი ასევე უნდა იყოს ლიდერი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს არ გაუშვას პროცესის მართვის სადავეები ხელიდან, რადგან მხარეები ხშირად თავის სასარგებლოდ ცდილობენ პროცესის წარმართვას. მედიატორი უნდა ეცადოს, რომ ორივე მხარე ყავდეს თავის, ასე ვთქვათ, კონტროლის სფეროში და პროცესის მართვის სადავეები არ გაიქცეს ხელიდან. დოქტრინაში ასევე მიუთითებენ, რომ მედიატორს უნდა შეეძლოს კარგი გადაწყვეტილების მიღება, უნდა ხასიათდებოდეს ემოციური გაწონასწორებულობითა და მოქნილობით, სასურველია ჰქონდეს გარკვეული ფსიქოლოგიური ცოდნაც, რათა ის ადვილად შეძლოს მხარეების მართვამ. კონფლიქტის მართვის და განეიტრალების უნარი აუცილებელია, რადგან შესაძლოა მედიაციის პროცესში უფრო გაღრმავდეს კიდევაც კონფლიქტი, ამისგან არც ერთი მედიატორი არ არის დაზღვეული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს არ არის ზუსტი დახასიათება მედიატორის თვისებებისა თუ კომპეტენციისა. შეგიძლიათ იფიქროთ კიდევ, რა შეიძლება მოეთხოვებოდეს მედიატორს, ან რა შეიძლება იყოს ზედმეტი ამ ზემოთ ჩამოთვლილიდან და საკუთარი რეკომენდაციები და რჩევები შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ მედიაცია ეხლა იწყებს განვითარებას და არავითარი რჩევა არ არის ზედმეტი, ესე რა ვთქვათ. რაც შეეხება მედიაციის პროცესს, უშუალოდ იდეალურ შემთხვევაში დოქტრინაში მედიაციის პროცესის შემდეგ ეტაპებს გამოყოფენ. მედიატორი პირველ ეტაპზე განუმარტავს მხარეებს პროცესის შინაარსს, მხარეები წარმოადგენენ საკუთარ პოზიციებს. შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს მედიატორის მიერ საქმის გარემოებათა ობიექტური შეფასება, ორივე მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების ძიება. ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილების პროექტების შემუშავება და მათი შეფასება უნდა მოახდინოს. მედიატორმა რამდენად შეესაბამება მიღებული პროექტები, ანუ გადაწყვეტილებათა პროექტები
მხარეთ აინტერესებს და მეხუთე ეტაპი, ანუ ბოლო ეტაპი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე მხარეები შეთანხმდებიან, ანუ იდეალურ შემთხვევაში არსებობს ეს ეტაპი და უნდა მოხდეს მხარეთა შეთანხმების პირობების დაფიქსირება. კონკრეტულად რა ეტაპებს მოიცავს უკვე სასამართლო მედიაცია საქართველოში, რომელ დავებზეა მიზანშეწონილი მისი გამოყენება და ზოგადად რა არის სასამართლო მედიაცია, რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი მედიაციისაგან, უკვე შემდეგ ლექციაზე მოგახსენებთ. მადლობა ყურადღებისათვის.